თქმა უნდა, იმიტომ რომ დღეს აქ უნდა მოსულიყავი და მორიგი მოტოლოგი უნდა ჩამეწერა. გადაკეთებული მაყუჩების აბსურდული კანონი არა მარტო მე, არამედ ჩვენი თანამოქალაქეების ძალიან დიდ ნაწილს ძალიან ცუდად შეეხო. ელემენტარული იმით დავიწყოთ, რომ ინფორმირებულიც არავინ არ ყოფილა. დილით მივედი სამსახურში და ვკითხულობ ინფორმაციას, რომ 1 საათის წინ დამტკიცდა ესეთი და ესეთი კანონი. და შედეგად თურმე მეკრძალება გადაკეთებული მაყუჩის მქონე ბაიკის ექსპლუატაცია. მოდი თავშივე კიდევ ერთხელ უნდა დავაზუსტო, იმიტომ რომ ზოგი ჯერ კიდევ შეცდომაშია შესული და ფიქრობს, რომ ეს კანონი არეგულირებს ხმას, ანუ თუ დიდი ხმა აქვს იმ შემთხვევაში თურმე იკრძალება ტრანსპორტის ექსპლუატაცია, რაც ნამდვილად არ არის ასე, თუ იმეს არ გჯერათ, გაეცანით ამ ოფიციალურ ინფორმაციას, იქ არაფერი, ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი იმის თაობაზე, რომ როგორმე რაიმე სახით ხმის პრობლემებიდან გამომდინარე არის ეს კანონი მიღებული. ამიტომ სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ არის კაპრიზული კანონი და აუცილებლად უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ არავის გადასაწყვეტი არ არის ალუმინის იქნება, რკინის იქნება, ტიტანიუმის იქნება თუ სპილენძის თუ რა შენადნობის მაყუჩი. ხმა არის პრობლემა ამ ქვეყანაში, მაშინ დარეგულირდეს ხმა. ხმა კი დეციბელებით რეგულირდება და არა ვიღაცის თვალის მიხედვით. როგორც ხვდებით, ფურცლები მიჭირავს ხელში, რაც იმას ნიშნავს, რომ დღევანდელ ვიდეოში განვიხილავ უკვე საპატოლოდან მიღებულ შემდეგ წერილებს. მოკლედ შეგახსენებთ, რომ ვინც წინა ვიდეოები ნახეთ, იქ საუბარი მქონდა პირველად მიღებულ წერილზე, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქე მიუმართე შესაბამის სახელმწიფო ორგანოს, რომელიც ამ პროცესებს არეგულირებს და უნდა მიმიღო პასუხი, რომ ცოდნა ზუსტად კანონი გადავიკითხე, აშკარად კანონში რაც წერია, რეალობასთან წინააღმდეგობაშია. ანუ კანონით, წესით მე ხა ამ წამს არანაირი პრობლემა არ უნდა შემიქმნას, მაგრამ ხო ყველამ ვიცით, ხო ყველამ ქალაქში ცხოვრობთ და ვიცით, რომ რეალურად არ თმევენ ხალხს გადაკეთებულს კი არა, ქართული მაყუჩებით აღჭურვილ ბაიკებს. ამიტომ წინა ვიდეოდან ისიც გემახსოვრებათ, რომ ამიტომ რისკის ქვეშ არის ხა ეს ბაიკიც, რომ სადღაც გამაჩერონ და წამართვან, მაგრამ როგორც წინა ვიდეოში დაგვპირდით, იმ მიღებული არაფრის თქმელი წერილის შემდეგ უკვე მოთმინების ფიალა ამევსო და ამ რისკის ფასად მაინც ყოველდღიურ რეჟიმში მე დავდივარ ამ ბაიკით. რინმე კითხვა დავსვი და ამ კითხვებზე პასუხის ნაცვლად უბრალოდ მივიღე კანონის copy-paste, ანუ ვისაც ჩემი წერილი დაეწერა, არა თუ კონკრეტულად კითხვაზე რომ ნომერი პირველი კითხვა. ესა და ეს შეიძლება თუ არა ესეთი სიტუაციაში ტრანსპორტის ექსპლუატაცია, მეორე კითხვა, მესამე, მეოთხე და მეხუთე. ამ კითხვების ნაცვლად უბრალოდ მომწერეს, რომ გაცნობებთ, რომ და კანონის copy-paste, ანუ საკანონმდებლო მაცნეს პროგრამაში შემსრულებელმა დააკოპირა კანონის მუხლი და უკან გამომიგზავნა. ამ კანონის განმარტებაზე დღევანდელ ვიდეოში ხა აღარ ვისაუბრებ, იმიტომ რომ წინა ვიდეოში მაქვს ახსნილი და უბრალოდ პირდაპირ გადავალ იმ პასუხებზე, რომელიც ახლა-ახლა მივიღე. ხო, ერთი თვეც კი გადაცდა წერილის პასუხს, მესმის, რომ რაღაც არასტანდარტული ინტერნაციონალური რაღაცა მასშტაბის პრობლემაა ეს გადაკეთებული მაყუჩი და ესე ადგილი არ არის, რომ 10 დღეში ან 1 თვეში მოქალაქეს უპასუხო, მაგრამ თავარია რომ პასუხი მივიღე. რა თქმა უნდა, დიდი მოლოდინი არც ამ პასუხში აღარ იყო, რომ ვინმე პასუხს გამცემდა და ესეც აღმოჩნდა. შემდეგ ალბათ ვიდეოში ვივამაგრებ ამას, რომ თქვენც კარგად წაიკითხოთ. მოკლედ დაახლოებით ესეთი სიტუაცია არის. ეს არის ჩემი გაგზავნილი წერილები, ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე. გთხოვთ განმიმარტოთ, დასაშვებია თუ არა ქართულად წარმოებული სატრანსპორტო საშუალებაზე, მარკა Yamaha. ასევე ქართულად დამამზადების მიერ წარმოდგენილი შესაბამისი მაყუჩის და ISO სერტიფიკატის ნომრები და ლიცენზიის რეკვიზიტები მაქვს და მაყუჩის ბრენდის დასახელება მიწერილი. მაყუჩით ტრანსპორტის მართვა, ანუ მაქვს თუ არა ამის უფლება, ანუ კითხვა რაში მდგომარეობს, რომ ქართული ბაიკი, ქართული მაყუჩი უბრალოდ ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ცნობისთვის სატრანსპორტო საშუალება და მაყუჩი წარმოებულია ქართულად და არა კუსტარულად თვითნაკეთი საშუალებით, ანუ არც ეს მოტო არის ჩემი აწყობილი და გადაკეთებული და არც ეს მაყუჩი არის ჩემი ჩამოსხმული ავტოფარეხში. ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, გთხოვთ განმიმარტოთ, დასაშვებია თუ არა ქართული მაგრამ ისეთი მაყუჩით სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც არ ეწინააღმდეგება საგზაო მუზეუმის უსაფრთხოების მოთხოვნებს. ანუ ამ კითხვით ვაცდილობ, რომ
კანონის მიზანი თუ რა ვიცნობით არ არის ხმაური, როგორც დასაწყისში გითხარით, კანონის მიზანია რომ აღმოიფხვრას ისეთი გადაკეთებული მაყუჩებით ტრანსპორტის ექსპლუატაცია, რომელიც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. შესაბამისად, რომ მკითხოს, რომ აი ეს თუნდაც გადაკეთებულად რო ჩამithვალოთ. Შემიძლია თუ არა ექსპლუატაცია ამ ბაიკის, იმიტომ რომ ის არის საკმაოდ მყარად დამაგრებული და არანაირად არ ეწინააღმდეგება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნებს. ანუ კანონი ხომ გვეუბნება, რომ ისეთი მაყუჩით არიარო, რომელიც საშიშია პირდაპირ რო ვთქვა, სადაც შეიძლება მოძრეს და ისეთი მაყუჩით, რომელიც ასევე არის გადაკეთებული. აი პირობითად დაუშვათ, ხო არაფერი გადამიკეთებია, მაგრამ ვითომ არის გადაკეთებული, მაგრამ არის საკმაოდ მყარად და ქართული პარამეტრებით დამონტაჟებული. Შემიძლია ესეთ შემთხვევაში ბაიკის მართვა? ეხლა კანონი რომ წავიკითხოთ, ადმინისტრაციულმა ორგანომ პასუხი უნდა გამცეს, რომ დიახ, რა თქმა უნდა, თუ ის გადაკეთებული კი არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნებს, რა თქმა უნდა, შეგიძლია მისი მართვა. ისევ კანონის მუხლი მაქვს მოყვანილი და ყველა წერილში ამით ვიწყებ, იმიტომ რომ უკან რო აღარ მიპასუხონ, ისევ კანონი რო არ ჩამიკოპი პეისტონ, მე თვითონ მომყავს ეს კანონი, რომ კი ეს კანონი რო არის ამ კანონიდან სვამ მკითხოს. ზემო აღნიშნული კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, თოდ განვიმარტოთ. დასაშვებია თუ არა მოხსნილი, დემონტირებული არაქარხნული მაყუჩი ტრანსპორტის ექსპლუატაცია. ანუ როდესაც მასზე მოხსნილი იქნება არაქარხნული დაბოლოება. ცნობისთვის დაინტერესებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების ქართული მაყუჩი ფიზიკურად არ მოიპოვება საქართველოში. კითხვა გამოწვეულია არსებული რეალობით. მართლა ყოველგვარი ცინიზმის გარეშე სულ რომ მზად ვიყო ეხლა რომ დღეს შევცვალო მაყუჩი და სულ რომ გვერდზე გადავდოთ რა ფინანსურ ხარჯებთან არის თვითონ მაყუჩი შეცვლა, გადაპროგრამება სისტემის, სულ რომ ეს პრობლემა გვერდზე გადავდოთ და ჩავთვალოთ რომ მოგვარებულია ფიზიკურად არის შოება. ამ მოდელის ქართული მაყუჩი საქართველოში ფიზიკურად არის შოება. მეოთხე კითხვაშიც ისევ კანონი მაქვს მოყვანილი, რომლის პარაგრაფშიც კითხვაა დასმული, რომ უკან აღარ დამიბრუნონ კოპი-პეისტით და ვკითხულობ, რომ ზემო აღნიშნული კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქოთ განვიმარტოთ. მითითებული ნორმის მოქმედება ვრცელდება თუ არა საქართველოში არარეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებებში. ვიღაც ტიპი, რომელიც წამოვიდა თურქეთიდან და მიდის პირობითად სომხეთში და საქართველოს უნდა გაიაროს. თავისი ბაიკით რო საქართველოში შემოვა, თუ აღმოჩნდება, რომ იმასაც არაქართული მაყუჩი აქვს, ისიც უნდა 10 დღით დაყომდეს, საქართველოში ჩამოერთვას ბაიკი, ჯარიმები და ასე შემდეგ. და ბოლო კითხვა. ისევ კანონი და შემდეგ ამ კანონიდან დასმული შეკითხვა, რომ ზემო აღნიშნული ნორმის მოთხოვნებიდან გამომდინარე, გთხოვთ განვიმარტოთ, რა იგულისხმება თვითნებურად გადაკეთებულ მაყუჩში. ანუ რა შემთხვევაში მიიჩნევს საპატრულო პოლიცია, რომ სატრანსპორტო საშუალებაზე გადაკეთებულია მაყუჩი. აი ეს იყო ჩემი კითხვები, 5 კითხვა, რომელიც დავსვი, რომელიც ყველა აბსოლუტურად აქტუალურია, მნიშვნელოვანია და აი ამ 5 კითხვაზე უნდა მიმეღო პასუხი. ეხლა ამ დასმული შეკითხვებიდან გამომდინარე, თუ კანონს გადავხედავთ და კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე განმარტავდით, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა მიმეღო, რომ თქვენი ამ წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ პირველი როგორ მიიჩნევს საპატრულო პოლიციას გადაკეთებულია თუ არა, ესეც საინტერესოა, იმიტომ რომ კატალოგი აქვთ თან. თუ რისი მიხედვით ასხოვებენ გადაკეთებულ და არაგადაკეთებულ მაყუჩებს. ხო საინტერესოა. ხუთივე კითხვის საფუძველზე ერთ პასუხში გააერთიანეს წერილის რეკვიზიტებიდან გამომდინარე პასუხი, თუმცა რა თქმა უნდა არც ეს წერილი ყოფილა გამონაკლისი და აქაც არ მიმიღია განმარტებებით ჩემი დასმული 5 შეკითხვიდან. მოკლედ მეუბნებიან, რომ თქვენი ამ წლის, ამ ნომერი წერილის ნომრებია მითითებული 5 წერილი. პასუხად გაცნობებთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 100-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს თქვენი განცხადებები, ვინაიდან იმავე საკითხზე, იმავე შინაარსითა და საფუძვლით არსებობს უკვე 2025 წლის ესა და ეს წერილობითი პასუხი განცხადებაზე. ანუ გამოდის, რომ პირველი წერილი, სადაც კითხვები მქონდა დასმული და პასუხად მივიღე კანონის კოპი-პეისტი და არანაირი წერილობითი განმარტებები არ ყოფილა, გამოიყენეს შემდეგ მიწერილ წერილებთან დაკავშირებით და მეუბნებიან, რომ თურმე მე უკვე პირველად რომ მივწერე წერილები, აი იმ წერილების ფარგლებში უკვე პასუხი გამეცარა და რეალურად იქ პასუხი გაცემული არ არის, კოპი-პეისტია კანონის მოყვანილება. გაცნობებთ, რომ შესაძლოა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ამოწმებს სატრანსპორტო საშუალების თვითნებურად გადაკეთების ფაქტს და შემთხვევის ადგილზე ღებულოს გადაწყვეტილებას, რომლის გასაჩივრების უფლებაც ასევე გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით. დიდი მადლობა, რომ თურმე გასაჩივრების საშუალება ჰქონია და
ქართული მაყუჩებიანი ბაიკები წაართვეს ხალხს, გაასაჩირეს, ხარჯად დარჩათ, დღეებად დაკარგეს, ზოგმა ერთი თვეც დაკარგა და შემდეგ დაუბრუნეს ბაიკი. ანუ ეს ხო არ არის პასუხი კითხვაზე, რასაც ვკითხულობ. და ყველაზე მთავარი კითხვები რაც ქონდა, იმ კითხვებზე პასუხს უბრალოდ არ მეუბნებიან. და შემდეგი პასუხი აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდაღოვართა კოდექსის 17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ უცხოელ მოქალაქეს და მოქალაქეებს არ ჰქონდა პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს მოქალაქეთა თანაბრად. საერთო საფუძვლოდ რომ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. აი ეს იყო სულის პასუხი, რომელსაც ვიდეოშიც მივამაგრებ, რომ ახლოდან თქვენს ნახავთ და დარწმუნდეთ. და მოკლედ ადამიანურ ენაზე რო ავხსნათ, ესეთი რაღაც გამოდის, რომ უცხოელი, რომელიც საქართველოში გავლით იქნება, შემოვიდა, ხო, წინასწარ არ გეცოდინება, ხა საქართველოს, რომ ესეთი აბსურდული კანონი აქვს, რომ თურმე აი ეს არაქართული მაყუჩი რომ გიყენია, ძალიან მწყვიალა არის და არ შეიძლება რომ გეყენოს. ხო, წარმოუდგენელი რამ არის. შეიძლება ლოგიკაში ჩაჯდეს, რომ დაუშვებელია ხმაურიანი ტრანსპორტი, მაგრამ ესეთი რამ, რომ ვინმეს თავში მოუვიდეს, რომ აი უბრალოდ არაქართული ბრენდირებული მაყუჩი იყოს აკრძალული, ესეთი რამე არ არსებობს. ამიტომ წარმოუდგენელი რაღაც არის, რომ ბაიკერები, რომლებიც ჩვენი ტურისტების ჩვეულებრივ შემადგენელი ნაწილია და საქართველოში მოგზაურობენ, ხარჯავენ თანხებს სასტუმროებში, კვებაში, გზაში, საწოლში, ისევე როგორც ჩვენ დაექვემდებარებიან ტრანსპორტის ჩამორთმევას, გზაში დატოვებენ, უბრალოდ შუა გზაში წაიყვანენ საჯარიმოზე 10 დღით ტრანსპორტს და მოუწევთ, რა თქმა უნდა, დამატებითი ხარჯების გაწევაც, რაც იქნება ტრანსპორტის საჯარიმოზე გადაყვანის თანხა, ჯარიმის თანხა და ასე შემდეგ. მოკლედ ეს არის ის ორი დამატებითი სიახლე, რაც ამ წერილით მივიღე. თუ ჯერ კიდევ არ გამოგიწერიათ ჩემი არხი, აუცილებლად გამოიწერეთ YouTube-ზე და ასევე ვიმეგობროთ, თითოეულ მეგობრობას მეგობრობით პასუხობ. ახლა კი დავუბრუნდებით თბილისში და გზად გადაღებულ კადრებს ვიმაგრებთ ვიდეოში.
გამოიწერეთ რაიდერ იკას YouTube არხი.